ალპებიდან კავკასიამდე, ასე ეწოდება ქართულ-შვეიცარულ საქველმოქმედო პროექტს, რომლის ფარგლებშიც გუშინ კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი გაიმართა. კონცერტში ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ფონდის დამფუძნებელი შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი თამარ კორძაძეა. მისი მიზანია მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების მხარდაჭერა და საქართველოს-შვეიცარიის კულტურული კავშირების გამყარება. ფონდის მიზანი არის, რომ ქართველ ნიჭიერ მუსიკოსებს ხელი შეუწყოთ. 6 წლის მანძილზე მე განვახორციელე უკვე 20 პროექტი, რომ ეს რაღაც მოტივაციის სახით იქნება, ხელი შეწყობის სახით, რომ ისინი საზღვარგარეთ უფრო მეტი მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონკურსებზე, ფესტივალებზე, კონცერტებით გაემგზავრონ. ვინაიდან ჩვენი თაობის ახალგაზრდობას ძალიან აკლდა ეს მხარდაჭერა და ყოველთვის მნიშვნელოვანია ეს ხელოვნებაში ნებისმიერ ქვეყანაში, რომ ხელოვნებას ჰქონდეს მხარდაჭერა და ფინანსური დახმარება. ძალიან მოხარული ვარ, რომ ესეთ პროექტში მომიწია მონაწილეობის მიღება და პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველოს გავაცნოთ საზღვარგარეთ და უკვე ძალიან დიდი ხანია ესეთი პროექტები ხორციელდება, მაგრამ ამ კონკრეტულად ამ პროექტში პირველად ვიღებ მონაწილეობას და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მივიღე მონაწილეობა და მადლობა ქალბატონ თამარ კორძაძეს ამისთვის.